საღამომშვიდობისა ახალი ამბებით ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია დღის ქრონიკა. ბორჯომის წყლის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში უახლოეს პერიოდში აღდგება. ოფიციალური უწყება რუსეთის ფედერაციაში ბრენდის რეგისტრაციის შესახებ კომპანია IDS ბორჯომი ინტერნეიშნალმა როსპოტრებნადზორისგან მიიღო. ამ თემაზე განცხადება გააკეთა კომპანია IDS ბორჯომის საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ბორჯომის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში უახლოეს პერიოდში აღდგება. რეგისტრაცია, რომელიც ბრენდმა წარმატებით გაიარა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ბორჯომი უმაღლესი ხარისხის მინერალური წყალია. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ არსებულ ბაზარზე უამრავი ადამიანი ელოდება ამ პროდუქტის დაბრუნებას, რაც თავისთავად ბრენდის განვითარების დიდ პერსპექტივებს აჩენს. აცხადებს IDS ბორჯომის საქართველოს გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე. ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან გათავისუფლებული მედპერსონალი სამართლიანობის აღდგენას და საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვს. ცენტრის ხელმძღვანელობას ისინი არაერთ ბრალდებას უყენებენ. დახმარების მიზნით ექიმები გუშინ მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ. ჯეოჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან მედპერსონალის გათავისუფლება ეტაპობრივად მოხდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამედიცინო ცენტრი ათობით თანამშრომელმა დატოვა. მუშაობდი 8 წელიწად ნახევარი საავადმყოფოში. მერე გავედი 2 ოქტომბერს შვებულებაში და შვებულებაში ყოფნის დროსავე შემატყობინეს, რომ თქვენ ახართ განთავისუფლებულიო სამსახურიდან და რატო გამანთავისუფლეს, რა მიზეზით, ეს ჩემთვის დღემდე უცნობია. ჩემი ასაკის ადამიანმა რა უნდა ქნას, ოჯახი ძალიან არავითარი შემოსავალი ჩვენ არა გვაქვს და არც კომპენსაცია მეგობრებად გაგვიშვებს ისე ყველაფრის გარეშე სამსახურიდან მუშაობდი ბავშვთა პოლიკლინიკაში. სულ მალე ავადმყოფი ბორჯომში ვეღარ იმკურნალებს. შეიძლება ვთქვათ ეხოსკოპია გაიკეთოს, შეიძლება ვთქვათ რაღაც პოლიკლინიკაში ანალიზი გაიკეთოს, მაგრამ სამკურნალოდ უნდა წავიდეს გორში, ან თბილისში, ან მცხეთაში. ჩანაცვლება მოხდა იმ არაპროფესიონალური სპეციალისტებით, რომელიც ახლა დღეს იქ სხედან. რომელსაც ზოგს კიდე დიპლომიც კი ნაყიდი აქვს, ჩვენ ვიცით ნამდვილად, რომ ლაბორატორიაში მუშაობენ პიროვნებები, რომელსაც რეალური დიპლომი არ გააჩნიათ, ლაბორანტის დიპლომი არ გააჩნიათ. გათავისუფლებული მედპერსონალი ასევე აცხადებს, რომ ჯეოჰოსპიტალსის ადმინისტრაციას მათთან ხელშეკრულებები გაფორმებული არ ჰქონდა. ექიმები ასევე ამბობენ, რომ სამედიცინო ცენტრში დარჩენილი თანამშრომლების ნაწილი რამდენიმე პოზიციაზე ან სხვა სამსახურშიც მუშაობს. მედპერსონალის ამ ბრალდებებს სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს. ხელშეკრულება გაფორმებული იყო, რა თქმა უნდა, რომელიც შემდეგ ბრძანების საფუძველზე გრძელდებოდა 3 თვეში ერთხელ. და ყოველ 3 თვეში ერთხელ მოდიოდა ბრძანების სახით დამტკიცებული საშტატო ერთეულები, რომელსაც ყველა თანამშრომელი ეცნობოდა, აწერდა ხელს, რო გავეცანი. მათი ბრალდება არის უსაფუძვლო, მათ უფლება აქვთ ნებისმიერ ინსტანციაში გაასაჩივრონ და განიხილავენ სამინისტროში გააგზავნონ და ყველას დიპლომი აქვს, ყველა რა თქმა უნდა სერტიფიცირებული ექიმია. ითავსებს თუ არა თქვათ ერთი თანამშრომელი რამდენიმე ადამიანის ფუნქციას, რამდენიმე ადგილზე მუშაობს თუ არა? ჩვენთან როგორც მოგიხსენებათ, არის რიგი თანამშრომლები, რომლებიც მორიგეობაში არიან, მორიგეობენ და არიან, რომლებიც ყოველდღიურად მოდიან სამსახურში. დღევანდელი კანონმდებლობა არ გძალავს სხვა სამსახურში შეთავსებას, თუ მას აქვს თავისუფალი დრო, არანაირი პრობლემა არ არის, თუნდაც 10 სამსახურში იყოს ერთდროულად, არანაირი პრობლემა არ არის. მაგას დღევანდელი კანონმდებლობა არ გძალავს. გათავისუფლებული ექიმები საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვენ. გუშინ ისინი მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ. თუ მათი უფლებები დაირღვა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით იურიდიული იქნება ეს თუ სხვანაირ მომსახურება რომ დავეხმაროთ. აქ არის საუბარი ასევე რომ მოხდეს მათი დასაქმება, დავუშვათ მოხდეს ერთ-ერთი კიდე ჰოსპიტალის გაკეთება და მუნიციპალიტეტმა აიღოს თავის თავზე ამ საკითხის მოგვარება. მე ვფიქრობ, ესეც სადაო საკითხია და ბევრია საფიქრელი თუ არსებობს თუ არა პრეცედენტი იმისა, რომ სახელმწიფო საავადმყოფო არსებობდეს და მენეჯმენტის და ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რაც არსებობს მუნიციპალიტეტმა გაუწიოს ამას კონტროლი. ამიტომ ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ კიდე ამ თემაზე. მე გამოვთქვა გვერდში დგომას მათ მიმართ, თუმცა უნდა დაგვაუწყდეს, რომ ის არის კომერციული დაწესებულება, მათ აქვს თავიანთი სახელშეკრულებო პირობები, თავიანთი დასაქმების პირობები, ამიტომ წუხვა რომ ასე მოხდა. თუმცა მომავალი კიდე დარჩენილია და ვთვლი რომ შეიძლება გადაწყდეს ეს საქმე ისე, როგორც მათ ყოფილ დასაქმებულებს სურთ და აქვთ სურვილი და ჩვენს ვერცლებით გვერდში დაუდგეთ. გათავისუფლებული ექიმები ხელმოწერებს აგროვებენ. დახმარების თხოვნით ისინი ჯერ მუნიციპალიტეტის გამგებელს, შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ.
გამოშვების დასასრულს კი გვინდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესასწავლად ამერიკიდან ჩამოვიდა. ჯესამი ლეონარდი უკვე 7 თვეა ბორჯომში ცხოვრობს, ის გაკვეთილებს მე-6 საჯარო სკოლაში ატარებს. როგორია ამერიკელი მოხალისის ერთი ჩვეულებრივი დღე, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ასე ყოველდღიურად ემზადება ჯესამი ლეონარდი სკოლაში წასასვლელად. იცის, რომ გაკვეთილები აქვს ჩასატარებელი და მოსწავლეებიც სკოლაში ელოდებიან. სამსახურში ყოველთვის დროულად მიდის. ახლა კი საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩასატარებლად მიიჩქარის. Indiana Statidan var, Indianapolis Data Kalaki არის. And ინგლისურის მასწავლებელი ვარ. ესენი ბავშვები ძალიან კარგად ისწავლობენ. ჭკვიანი არიან, ხო? და უკვე 7 თვე აქ ვარ. მე ჯესამი ძალიან მომწონს. ინგლისური ძალიან დავიწყეთ ის რომ შემოვიდა ძალიან უფრო ხალისიანად გვასწავლის ყველაფერს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ერთმანეთში. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, კარგად გვასწავლის ყველაფერს, ადვილად გვასწავლის ყველაფერს და რა ვიცი, ძალიან მიყვარს მე ჯესამი მასწავლებელი და მინდა რომ არ წავიდეს და აქ დარჩეს. ბავშვებთან ურთიერთობა აქვს იდეალური. ყველას უყვარს. დასვენებაზე ეხუტებიან ბავშვები. კლუბი შექმნა, ინგლისურის კლუბი. და საოცარი იყო რომ გააკრა, გარეთ გააკრა ინგლისურის კლუბი დააწერა ასე და ჩამოწერა კლასების მიხედვით ასე. უნდა მისულიყვნენ ბავშვები და ჩაწერილი იყვნენ იქ და გაივსო. ბავშვების ხელით თავიანთი სახელი და გვარი ჩაიწერა და დაახლოებით 15 ბავშვი ყავს ინგლისურის კლუბში. ინგლისური ენის გაკვეთილებს როგორც დაწყებით კლასებში, ასევე უფროს კლასელებთან ატარებს. მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და თავისუფალ დროს მათთან ხშირად ატარებს. ჯესამი ლეონარდი პედაგოგებსაც ძალიან უყვართ. ყველა ჩვენი მოხალისე ძალიან კარგები იყვნენ, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ჯესამი მართლაც განსაკუთრებული და განსხვავებულია. არის ძალიან შრომის მოყვარე, უზომოდ შრომის მოყვარე, მსგავსი შრომის მოყვარე. მოხალისე ჩვენი არ ყოლია, დაუზარელი, სულ სწავლობს, სულ ასწავლის. ურთიერთობაშია ძალიან თბილი, ძალიან ყურადღებიანი. აი ხანდახან ვფიქრობთ, რომ აქ დაიბადა და აი ჩვენია, აი რომ გზნობ, რომ ის არის შენი. ჯესამი არის ჩვენი საუკეთესო მეგობარი, რაც მოვიდა ძალიან გვამხიარულებს, ძალიან საყვარელი ადამიანი. ქეთევან ხაჩიძე ნომერ მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი და ჯესამი ლეონარდის მასპინძელია. ამერიკელ მოხალისეს კიდევ ერთი ოჯახი ახლა საქართველოში ჰყავს. მე ჩამოვიყვანე თბილისიდან. რა თქმა უნდა გზაში ველაპარაკე რომ ვინ დახვდებოდა სახლში და სასიამოვნო იყო ის რომ თვითონაც მრავალ წევრიანი ოჯახიდან არის 5 დედმამიშვილია ოჯახში და აი ამან ალბათ ხელი შეუწყო იმას რომ ჩვენს ბევრი ვართ და შეეგუა ძალიან თავისუფლად. საქმიანობს ოჯახში, საქმიანობს, იცის სად რადევს როგორ არის პირველი დღე, როგორც კი შემოვედით სახლში. აბა მეზობლები ელოდებოდნენ, იცოდნენ რომ მოსულიყო სტუმარი. შემოვიდა ერთი, შემოვიდა მეორე სამი ბავშვი, შემოვიდა მესამე, გაუგნებული დარჩა ეს გოგო რომ რა ხდება. და მე აუხსენით რომ ჩვენთან ეს არის ტრადიცია, მეზობელი შემოვა ნებისმიერ დროს, ჩვენ მივართმევთ ყავას. ქეთინა არის ჩემი დათო, ჩემი ძმა არის სვეტა მეორე დედა არის ჩემი. ძალიან კარგი, ძალიან მიყვარს. Hachitzes. Ivnisis bolos mivdivar. That outsileblad chamakhwa. Outsileblad. And I mean it's a bittersweet, rogor, bittersweet. Minda sakshi magram akaris. Chemi meori ojachi. ამერიკელ მოხალისეს თავისუფალი დრო ძირითადად შაბათ-კვირას აქვს. ჯესამი ლეონარდმა ქართული ტრადიციები შეისწავლა და ქართული სამზარეულოც გაიცნო. თუმცა ამბობს, რომ ქართული ენის შესწავლა ცოტა გაუჭირდა. Georgian, ძალიან difficult, very difficult. Matome, how to write, sir, how to say, leparakop. Yeah, ძალიან zneli aris. Very rich culture. Aris in Sakatvello. Da Hachipurichen Kali I've learned to gakit. ჩვენი ადათ წესებით, ჩვენი ოჯახის წესებით ცხოვრობს დღემდე.
ქართული კერძების მომზადება ვასწავლეთ, ხაჭაპური გამოვაცხობინე, რა თქმა უნდა, ხინკალით შევახვევინეთ. და სახში რომ ვამზადებთ ხოლმე ახლა საჭმელს ხომ ის მოდის და ნახულობს რომ რა სპეციებს ხმარობთ, რა სუნელებს ხმარობთ. ძალიან მოეწონა აჯიკა. 25 წლის შესრულდა აქ და დაბადების დღე რა თქმა უნდა ტორტით, რა თქმა უნდა ჩვენი ტრადიციული სუფრით ავუღნიშნეთ მას. ქეთევან ხაჭიძემ ჩვენთან საუბრისას ერთი სახალისო ისტორია ჯესამის მონაყოლიდან გაიხსენა. თვითონ იხსენებს ხოლმე პირველი კვირა რო ჩამოვედი აქო მოვა და დედა დამიკაკუნებსო რა თქმა უნდა დედას ეძახის დამიკაკუნებს ეს და მეუბნება ჯესამი წამოდი საჭმელი ჭამე მე ვზივარ და ვფიქრობ ჯესამი ვიცი რაც არის წამოდი საჭმელი ჭამე რა არის ვაიმე არ ვიცი და უნდა გავიდე და უნდა ვნახო რა ხდება რა ან დავაშავე რამე ან რამე უნდა მითხრან არ ვიცი და მე მივხვდი რომ მე მელოდებოდა ძალიან გემრიელი საჭმელები დედას მიერ დამზადებული რომელსაც ყოველ დილით მახვედრებდა საუზმეზეო ჯესამი ლეონარდის ყოველი დილა ისევ ასე იწყება გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ხშირად მღერის კიდეც ამერიკელი მოხალისე ბორჯომში ივნისის ბოლომდე დარჩება. I love Georgia. I love Borjomi and Borjomi's TV. Yay! And school number 6 is the best. ასეთი იყო დღევანდელი ახალი ამბები, მე გემშვიდობებით ნახვამდის.